მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? ჯერ პირველ რიგში ვნახავ მე თქვენთან რა ხდება ეხლა, რომ იცოდეთ თქვენ, ანუ საერთოდ თქვენი გაშლა თუ არა. და მე როგორ ვკითხოთ, რამდენი მკითხა დავუსვათ და ნახოთ რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. ანუ მანაას გამოვიყენებ ის ყველაფერი თქვენს აბსოლუტურად და რა ხდება თქვენ შორის ნახოთ ახლა კიდე ისეთ რაც ვიზავ, ანუ თქვენზე ავიღებ ფიქრებს მაინც და გრძნობებს და მე მაგას კითხოთ ჩვენ ცალკე, ხო? კიდე რაღაცა კითხება მაქვს. ნუ აქ ახლა იმპერატრიც აქ იყო დაშორება, ხო, დიდი ხანის ხო შორის თქვენ დაშორდეთ და შეიძლება ფიქრობთ რომ სულ დამთავრდა ეს რაღაც მომენტები, ნუ ნახოთ ახლა თქვენ საერთოდ უნდა აქ შურისძიება, არ ვიცი რა, ნუ ხართ ენერგიაში, როცა როგორ იცით, ადამიანმა შეიძლება მართლა გატკინათ გული და თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით, ახლა შეიძლება ვინმესთვის იყოს აქ ესეთი ინფორმაცია, რომ დაუშვათ, ახლა თქვენ გაბრაზებული შეიძლება იყოთ, თუ დაუშვათ მიმოწერა გაქვთ, შეიძლება ცოტა ისეთ რაღაცებს წერთ, რომ ადამიანს ნუ აბრაზებთ რა, ნუ თუ არა გაქვთ თქვენ ახლა დაუშვათ მასთან არანაირი კონტაქტი, თქვენ ცოტა რაღაცას აი ბრაზდებით, იმიტომ რომ ან გინდათ რომ მას ეთქინოთ ისე როგორც ეთქინეთ თქვენ რაღაცა ეგეთი თემა მოდის აქ ჩემთან. კიდე ნახეთ რას ფიქრობთ თქვენ. პირველ რიგში ნახეთ მანარაში საერთოდ შეყვარებულების არკანი უფრო გვეუბნება ჩვენ იმას, რომ ადამიანებს შეუძლია ყოფნა ერთად ურთიერთობაში, მაგრამ შეუძლიათ ანუ ნებისმიერ დროს გასვლათ შეიძლება. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ გადავიტანე, იმდენი მტკივილი გადავიტანე, შეიძლება კიდევაც უკვე დაუშვათ, ანუ აქ დაჟე რას ვეთყოთ, ის იქნება ეს გაშლა, ვინც არ იცის უფრო იმაზე რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში მართლა. აქ არ ამგონია რომ იყოს ესეთი ადამიანების გაშლა, ვინც თქვათ ახლა ნუ დაუშვათ კომუნიკაციაში ხართ და იმიტომ რომ გვეცნობიაში თქვენ გაქვთ როგორ ვიცით რომ ფიქრობთ რომ ანუ უკვე წავიდა ეს ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, რომ აქ თქვენ თვითონ არ იცით საერთოდ მაგიაში რას ფიქრობს, არ იცით თქვენ რას გრძნობთ, იმიტომ რომ თქვენ გრძნობთ აქ გაუგებრობას, არ ვიცი, ან თუ დაუშვათ გაბრაზდა თქვენი პარტნიორი, თქვენ ვაფშე ვერ ხვდებით, ან რაზე გაბრაზდა, ან რაზე წავიდა, ხო? მაგრამ გვეცნობია რა თქვენ უკვე ფიქრობთ რომ წავიდა და ამიტომ უფრო შეიძლება გაინტერესებთ თქვენ, ანუ რა ხდება მის ცხოვრებაში. საერთოდ კი აქ ნახეთ ახლა თქვენ შორის არის მოხდა რაღაცა უფრო დასრულება ან ურთიერთობა გადადეს ახალ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში განიცდის რაღაც ტრანსფორმაციას უეჭველი და თქვენ ნამდვილად აი როგორ ხართ იცით, კი ძალიან განიცდით ამ სულ ყველაფერს და დაჟე თქვენ ფიქრობთ, მე ასე ვეტყოდი, რომ ნუ ორივენი ხართ აი ესეთი მდგომარეობაში, რომ აი აქ დაჟე როგორი მომენტი არის, იცით? აი თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ იტანჯება ეს ადამიანი რა და მეც ვიტანჯებ, მაგრამ ორივეს ვიტანჯებ, მაგრამ ეს ტანჯვა არის როგორ როცა ერთმანეთს აი თითქოს სჯიან ადამიანები რა, შეიძლება ამ სიჩუმით, ან დაშორებით, ან ესეთი რაღაც მომენტებით და თვითონ ეს ბიჭი არის, ნახეთ ახლა ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს ძალიან მშვენივრად, კარგად იცით რომ თქვენ უკვე აი ასეთ მდგომარეობაში რო ხარ, შეიძლება კარგი ინტუიცია გქონდეს ამ ადამიანს, ან რამე იცის ვინმესგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ არის ესეთ ენერგიაზე ახლა ვეტყოდი რომ აი თქვენზე მართლა ფიქრობს და იცის მაგან ძალიან კარგად რომ გაწყენინათ რა. ნუ მოდით ახლა ჩვენ მაშინ ვკითხოთ ახლა რა ხდება მასთან ახლა და უშოთ რამე კითხვა დღეს კითხები არ გამიზარდები, უბრალოდ ისინი კარგად ვკითხოთ ჩვენ აი ესეთი მდგომარეობა თუ იგრძენით და იცანით თქვენი არის ეს გაშლა, მოდით ვნახოთ რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში, ხო? ნუ ვნახოთ ახლა დაუშვოთ რას მეტყვის და რომ ვნახოთ ახლა ჩვენ დაუშვოთ მის ნუ სამსახურში, სახლში, ხო, რა ხდება? ვნახოთ და ისე კითხოთ ნაკადიდან რა ხდება. შემიძლია გითხრათ რომ პრინციპში ახლა ეს ადამიანი ახლა
აი, გოგოებო, აქ ადამიანი არის დაკავებული სამსახურით. შეიძლება სამსახურზე ვკითხე და წამოვიდნენ ეგრევე გვერდხები რა. ნახეთ, შეიძლება ახალი სამსახური დაიწყო, მაგრამ კოლექტივში კარგად არის. გრძნობს თავს გადასწარებად, რომ გითხრათ, რომ არა. მაგრამ აი აქ შეიძლება ცვლილებები ხდება მაგას სამსახურში და შეიძლება რაღაცა, აჰა. მაგრამ რა გითხრათ, იცით, მე გეტყვით, ეხლა აქ რა ხდება. აქ ადამიანი სხვათა შორის იმის მიუხედავად, რომ ეხლა არის სამსახურში, შეხედეთ რა მომენტები წამოვიდა, დედა, ვაიმე ღმერთო. так, ეს რას ეხება? გამოდის აქედან, რას ეხება? გეტყვით, ნახეთ ახლა როგორი მომენტი, შეიძლება ამაზე მიყვებიან როგორ იყო ეს ადამიანი რა. თუ დაუშვათ, შეიძლება დიდი ხანია, ნახეთ რა ხდება. აქ ადამიანი ახალ რამეს ეძებს, შეიძლება დაკარგა და სამსახური ვიღაცთან ეს იქნება, მაგრამ უფრო და ან პირიქით არ ქონდა კაი ხანი სამსახური და ეხლა იპოვა, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ ისტორიას, როცა ადამიანი იყო ძალიან საშინელი დღეში. მოდით ეხლა ეს შეიძლება თქვენი აი წინა რაღაცა სიტუაციებით შეიძლება იყო ამისი რა და ეხლა გვაჩვენებენ რომ არა უშავს რა არის რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტუაციას თქვენ თქვენ იცანით, ეხლა არის, ეხლა თუ იყო რა, თუ დაუშვათ სანამ თქვენ დაშორდებოდეთ, ეხლა ეს სიტუაცია იყო, ეს იგი მიხვდებით, რომ ეხლა თუ დაუშვათ კარგად იყო და ეხლა თქვენთვის ეს ახალი მოგეჩვენებათ, ესე იგი, უკვე რაც ხდება, იმით მიხვდებით რა. იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ რა, ადამიანი იყო ძალიან სულ დღეში, ადამიანი იყო როგორიც არა შეიძლება ვალები გქონდა ადამიანს, შეიძლება რაღაცა სიტუაციები გქონდა, რომ დაუშვათ ახლა რამაც აიძულა მას წასულიყო სხვაგან საერთოდ რა სამუშაოდ, მაგრამ აქ არის შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ არაფერი გამომდეს, რა გავაკეთო, ძალიან რთულად ვარ, შეიძლება იქ რო გითხრათ, რომ ძალიან გაყოფილი იყო, არ იყო. შეიძლება დიდი ხანი სამსახურის გარეშეც იყო. შეიძლება აქ ვაფშე დაკარგა სამსახური და იყო განცდებში და მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ პრინციპში ეხლა ამ წუთში აქვს მაგას კარგი სამსახური, რაღაცა შეიძლება ადამიანი სადმე, შეიცვალა მისი თქვა, ეხლა აქ მდგომარეობა რა, ვიღაცა შეიძლება დაეხმარა მაგას, იმიტომ რომ თქვათ ეს სამსახური არ არის ცუდად, იცით, არ არის ადამიანი აქ ცუდად, არის ძალიან პრინციპში ნორმალურად მშვენივრად, ეხლა სამსახურს რაც ეხება, მე აქ არანაირი ეხლა პრეტენზიები არ მაქვს, შეიძლება ის რაც ჩვენ გვაჩვენეს, ეს იყო. მოდით მაშინ ჩვენ ეხლა კაი სამსახური ძალიან გადასარევია, მოდით ვკითხოთ ჩვენ ეხლა მაგას, რა ხდება აი ეს სიტუაცია რო ხდება თქვენთან, ხო და ეს რომ მოხდა ეს გაუგებრობა, მოდით ვნახოთ მაშინ უშუალოდ თქვენზე რას ფიქრობს ეს ადამიანი ეხლა და ვაფშე ამ სიტუაციაზე რას ფიქრობს. მოდით ჯერ ვნახოთ, იმიტომ რომ აქ პრინციპში ბევრი ფიქრები ქონდა მაგას ძალიან ცუდი, მაგრამ აი ტყობა სამსახურში, ეს პრინციპში ყველაზე კარგი ხერხი თუ გინდა რომ დაუშვოთ ეხლა ცოტა დაამშვიდო შენი ემოციები, დაიწყო ვთქვათ ეხლა იმისი კეთება რაც შენ მოგწონს, სამსახური დაუშვოთ, ხო? ან რაღაცა საქმე რომელიც შენ მოგწონს და იმაში გადაერთო და მე უკვე ეს ტკივილიც უფრო ნელდება, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ აი ეს სიტუაცია, რომელიც ეხება უშუალოდ თქვენს აი აქ ურთიერთობას, ხო? რას ფიქრობს იზონ ადამიანი თქვენს ურთიერთობაზე დღეს, აი რაც მოხდა თქვენ შორის, მაგაზე რას ფიქრობს ეს ადამიანი? რაც მოხდა თქვენ შორის. ეხლა ნახეთ რა ხდება, გოგოებო. აი აქ უფრო ვეტყოდი, რომ არის ტრანსფორმაცია, გოგოებოც და ბიჭებოც. აქ უფრო არის ტრანსფორმაცია.
აქ დასასრულს მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის აქ როგორ განწყობილი. მშვენივრად კარგად ყველაფერი არის და ეს სხვა, თქვენც ხარ დაკავებული თქვენი საქმეებით, თვითონაც შეიძლება დაკავებული თქვენი საქმეებით. ეხლა არის ეგეთი პერიოდი, მაგრამ აქ ადამიანი რა შვება, ისეთ რომ პრინციპში ფიქრობს განახლებას ურთიერთობის, კი? განახლებას და ნამდვილად ეს თulis რომ სტაბილური სიტუაცია გაქვს. შეიძლება თქვენ ისედაც ახლა თუ კარმული ურთიერთობა გაქვთ, ესე იგი თქვენ ალბათ ხშირად გქონდეთ ეგეთი მომენტები, რომ თქვათ ახლა დაშორდებოდეთ, შერიგდებოდეთ, შეიძლება ადამიანს აქ ეს ჩვევა რომ თქვათ ან წავიდე ჩუმად ან რა ვიცი რაღაც ან არჩევანი გააკეთე და უცბად წავიდა გაქრა და მაგრამ ეს თulis რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი. რატო თulis შენ რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არის? იმიტომ რომ ეს უკვე არაერთხელ იყო თქვენს ურთიერთობაზე, როგორც გითხარით, რომ ეს მასე, როგორც თქვი, ისე მაჩვენებს მეტაროც რა. ამიტომ უკვე ეს ჩვეულებრივად იღებს ამ სიტუაციას, რომ არაფერი ახალი არ ხდება რა, უკვე ვიყავით ასე არაერთხელ და ამიტომ ეს ჩვენთვის არის სტაბილური სიტუაცია. აი ესეთი აზრი აქვს ამას რა. მაშინ ახლა გვითხრე შენ რა გრძნობა გაქვს შენ ამ გოგოსთან, რომელიც ახლა მე მიყვარებს, რა გრძნობა გაქვს შენ? რა გრძნობა გაქვს? ეს ადამიანი ახლა როგორ გრძნობა პრინციპში მე შემიძლია გითხრათ რომ იმპერატრიცა ხარ. არის აქ მანძილი ოეჭველი. თქვენ ხართ მისთვის, ნახეთ, სულ მაგის ფიქრებში ხართ. თუნდაც ეს რას მეუბნება? არა აქვს მნიშვნელობა მე სადა ვარ. არა აქვს მნიშვნელობა მე ხარ როგორ ვარ განწყობილი. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დავუშვოთ მე ხლა შეიძლება თქვა, მეგობრებთან ვატარებ დროს, შეიძლება არ ვწერ, შეიძლება არ მოქმედებ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ქალი. მაგაზე მე ვფიქრობ დღე და ღამე და მაგის გარდა მე არაფინ არ მჭირდება, ეს კი ვიცი. იმიტომ არის რომ აჩვენებს, რომ არის ზოგჯერ როგორი მომენტი, რომ თქვა, შეიძლება თქვენ დაუშვოთ ახლა შორდებით და რაღაც, ეს პროცესი არის რა. აქ, მაგრამ ადამიანი თვლის, რომ ეგ ჩემია ეს ქალი რა, არა აქვს მნიშვნელობა ახლა ჩვენ შორის რა ხდება. რატომ ფიქრობ შენ აი ასე რომ ეს არის შენი მაინც, რატო ფიქრობ შენ? გოგოებო, აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ იგივეს მეუბნება აბსოლუტურად ეს ადამიანი, რომ ეს სიტუაციები ხარ თქვენ გზას ამ ადამიანთან, არის ეს პერიოდი ისეთი, რომ თქვენ ეთყობა უნდა გაიაროთ, იმიტომ რომ მეუბნება, რომ მე ვიცი, რომ დავუშვოთ მე რომ მაგასთან მივალ, ისე ჩვენი ურთიერთობა აღდგება რა. ხარ ასე დარწმუნებული. იმიტომ რომ იცის მაგან ნახეთ, რომ თქვენ პრინციპში თქვენ იგივეს მაჩვენებს თქვენს. შეიძლება კი ეხლა რთული პერიოდი არის ჩვენ შორის, კი შეიძლება ეხლა ეს ჩემი გოგო არის თქვა ეხლა თავის საქმეები დაკავებული, ისიც სიცივეს აჩენს, მაგრამ ეს მე ვიცი რომ ჩემია. აქ სხვათა შორის თუ არის თქვენი ქმარი, ან დაუშვოთ რომ ხედავს თქვენს წყვილს, როგორც თქვა ეხლა ერთად ცხოვრობდეთ დაუშვათ დიდი ხანი გაქვთ ურთიერთობა და რომ ხედავს ზოგჯერ როგორც თქვა უკვე წყვილი არის, მყარი წყვილი, ხო? ეს თulis რომ რა სირთულეებიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, კი შეიძლება ცივათაც იქცევა, ის მეც ვიქცევი ცივად, მაგრამ ჩემია ეს პენტაკლების დედოფალი, მაინც ჩემი ქალი არის, იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი ერთი და იგივე ენერგია და შეიძლება იმასაც მეუბნება, რას მეკითხებ ერთი და იგივეს, ხო გიპასუხა, რომ მაინც მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ქალი. ანუ ამას თქვენში აქ დარწმუნება ძალიან დიდი, აი არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ეხლა შეიძლება ეხლა საჯარო გაშლა იყო აქ დაუშვოთ თუნდაც ღალატი. უბრალოდ ეს ადამიანი ხდება იმას, რომ თქვენ მართლა რო გაწვალებს ძალიან კარგად ხდება. და უბრალოდ ხდება იმასაც, რომ ყველანაირად რა სიტუაციებიც არ უნდა იყოს, თქვენ მაგას მაინც ელოდებით, თქვენ შეიძლება მაგას არ აჩვენებთ მაგას, მაგრამ ეს როგორი მომენტი არის, მაინც არის ჩემი რა, აი ეგეთი მომენტი არის აქ, თვითონაც ენახეთ, შეიძლება ზის რამეს თქვა წერს და სხვათა შორის აპირებს ეს ადამიანი,
თქვათ მოწერას ადამიანი აპირებს ურთიერთობას გაგრძელებას, ადამიანი თulis რომ ეს არის ჩემი ბედი, ეს არის ადამიანი რომელიც მე გამომიგზავნეს ზებოდან ხო და ანუ ყველა ვარიანტი ეხლა უბრალოდ არის ეს სიტუაცია რომ არაფერი არ ხდება ჩვენ შორის უბრალოდ იცით როგორ მაგი ძალიან მშვენივრად კარგად იცის რომ მე ჩემი აი ეგეთ იმპულსიური ტიპია იცით თვითონ ძალიან კარგად იცის რომ აი ამ თავისი აი თვითონ გამოდის პენტაკლების მეფეთ ესე იგი ნახეთ როგორ არის თვითონ ძალიან კარგად ხდება რომ ვარ ეგეთი იმპულსიური შეიძლება უცბად ავდგე და სადმე გავარდე რა ანუ ვერ ვჩერდები რაღაცა ერთ ადგილზე მაგრამ მე ახლა სადაც არ უნდა ვიყო მე შენ გითვალთვალებ მე ძალიან კარგად ხდები მე ვიცი იმასაც რომ მე შენ ძალიან გაწყენინე ძალიან გული გატკინე და ეს უკვე გრძელდება დიდი ხანია მაგრამ მე ისეც ვიცი რომ აი ჩვენ შორის არის სიყვარული და ადრე თუ გვიან აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება აუცილებლად მე ჩამოვალ შენთან და აუცილებლად ჩვენ ვიქნებით ბედნიერი და აქ დაჟე შემიძლია ზოგი ადამიანი ახლა ნუ საჯარო გაშლა არის ამიტომ გეტყვით რომ შეიძლება ზოგი იმასაც ფიქრობს რომ ნამდვილად აქ როცა მე შენთან მინდა სერიოზული ურთიერთობა ეს ერთია მაგრამ აქ ზოგს უნდა რომ შვილებიც ყავდეთ და ანუ ხელის მოწერა და ასე შემდეგ და ჩვეულებრივ ოჯახი მინდა უბრალოდ ეხლა მოხდა ეგეთი სიტუაცია რომ თქვა დაუშვათ ნუ გაუგებრობა არის თქვა ხო არის განცდები არის მაგრამ ამას სჯერა რომ ყველაფერი შეიცვლება რომ ეს გულის ტკივილი ყველაფერი წავა რომ მე რომ დავბრუნდები ხო აი აბსოლუტურად აი მაშინ ყველაფერი შეიცვლება იმიტომ მე არავინ არ მაინტერესებს მე არავიზე არც ვფიქრობ და ნამდვილად ანუ ის უბრალოდ მინდა რომ ეს ჩვენ შორის ეს გაუგებრობა ეს ჭუბი ის რაღაც მომენტები დასრულდეს და სიტუაცია შეიცვალოს იმიტომ რომ აი მენატრება უზომოდ სულ ვფიქრობ იმაზე რა გავაკეთო ანალიზს აკეთებს იმაზე რა იყო თქვენს შორის და ნამდვილად აქ ადამიანს აქ ძალიან ისეთი სერიოზული ფიქრები იმაზე რომ მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერი იმიტომ რომ თქვენ ხართ ეთყობა მაგის მოდით აბა ვკითხოთ მაინც ჩვენ აი თქვენ კი მაჩვენებს უკვე ადჯერ მაჩვენა მაგან რომ ახლა მნიშვნელოვანი ხართ მაგრამ მოდით კიდე ვკითხოთ ახლა მე მინდა ვკითხო უშუალოდ იცით რა მანარას ვკითხავ ახლა მე იმიტომ რომ მანარა უფრო ჩვენ კიდე გაგვეხსნის იმას აი სინამდვილეში თქვენ მისი ნამდვილი გრძნობებიც ვნახოთ და სინამდვილეში ეს ადამიანი თქვენზე აქ რას ფიქრობს და მე ვკითხოთ მისი ქმედებაც ხო так სინამდვილეში მითხარი ახლა შენ იმიტომ რომ მანარას რო ვენდობი მასე მეგონა არც ეს დასას არ ვენდობი იმიტომ მით უფრო ახლა ეს როგორც არის ხო იცით აი ხო არის აი ეს ჩემი მიდგომა იცით თქვენ ხო და რო არის ჩემთვის ფსიქოლოგიის წიგნი მაგრამ არსებობენ ფსიქოლოგიის წიგნები რომელშიც უბრალოდ ნუ სხვადასხვა ავტორები წერს ფსიქოლოგიაზე იმას როგორც ფიქრობს თვითონ თქვა ნუ არის ზოგი თქვა გამოკვლევებს აკეთებს და ასე შემდეგ მაგრამ არის ზოგი ისეთი წიგნი რომელშიც აი ზუსტად წერია ყველანაირი დიაგნოზები ასე რომ ვთქვათ რომ აი რატომ აი ზუსტად ხსნის ღრმად ვთქვათ ხო რაღაცა წიგნი რომ აი ვთქვათ ეს მომენტი და ამიტომ ახლა ჩემთვის მაგათ მანარა ეგეთი წიგნი არის რომ ურთიერთობებზე იცით თქვენ რომ წლები ვმუშაობ და ნუ ახლა როგორც ფსიქოლოგიც და ისედაც ძალიან მაგარია იმიტომ რომ ქვეცნობიერში შედის და ძალიან კარგი არის ძალიან საინტერესო დასტა არის და მოდით ვკითხოთ ახლა მაგას აი ზუსტად აი ქვეცნობიერად ვკითხოთ ახლა მაგას ჩვენ რას ფიქრობს ეგა თქვენზე აი ქვეცნობიერიდან ამოვიღოთ ზუსტად ეს ინფორმაცია ეკვეცნობიერი ის რასაც არ აჩვენებს საერთოდ აქ არის როგორი მომენტი იცით ეს ახლა მე მაინტერესებს შენ ახლა ერთს გეტყვის ახლა გეტყვით ძალიან საინტერესო ფიქრები აქ მაგას ქვეცნობიერში მაგრამ ეს შენ ფიქრობ შენი განწყობა არის გოგოზე თუ ფიქრობ რომ გოგო აი ასეთ მდგომარეობაში ну მოდით ახლა გეტყვით ახლა საერთოდ მე ეს ეძახეს ალბათ ძალიან სიტუაცია რას ამბობს ახლა ანუ გვეცნობიერად რას ფიქრობს ახლა
და ესე რა ქვია, ნახეთ, პრინციპში მაჩვენებს კი, ჩვენ, ბევრი მოგონებები გვაქვს ჩვენ და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რაც მოხდა. სხვათა შორის, ნახეთ რა ხდება, რას ვფიქრობ, საერთო წამოვიდა ინფორმაცია იმაზე, რომ თვითონ აღიარებს იმას, რომ არ გისმენდათ. რომ აი მე რო ვზივარ და ვაცნობიერებ იმ სიტუაციას, რა სიტუაციას იყო ჩვენ შორის, მახსენდება ის პერიოდი, როცა მე თქვენ ესე იგი მეუბნებოდა რაღაცებს, მაგრამ მე არ ვუყურებდი სერიოზულად, კი არ ვუსმენდი. და даже მეც გეტყვით, რომ მაგისთვის ეს ურთიერთობა შეიძლება იყო როგორც მეგობრული, სექსუალური, თქვა, შეხვედრები და ასე შემდეგ. და ეს ამ სიტუაციამ, ხო, რაც წარსულში იყო, როგორც ეს იქცეოდა წარსულში, მიიყო იქამდე, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად უცბად დასრულდა. შეიძლება რომელიმე და даже ვფიქრობ უფრო გოგო უცბად წავიდა ურთიერთობიდან რა. ან დაუშვათ, რაღაცა ყველას შეიძლება თვითონაც გავიდა, მაგრამ გავიდა როგორ იცით, აი ეს იყო საქციელი, რომელიც არ იყო ნამდვილად სწორი, რაღაც დაუფიქრებლად გავაკეთე რა. პლუს კიდე ეს ადამიანი აჩვენებს, რომ თქვენ შორის არის რაღაცა ძალიან დიდი სხვაობა. და ეს სხვაობა შეიძლება იყოს, სხვადასხვა რაღაცებში, ხო? იმიტომ რომ აქაც ეროფანტი გამოვიდა, მაგრამ აქ მაჩვენებს რას, რომ კიდე გვეცნობიერში ეს ადამიანი ხვდება იმასაც, რომ კი იყო ჩვენ შორის ეს სხვაობა, შეიძლება დაუშვათ, აქ ადამიანს ჰქონდა ის ფიქრები, რომ თქვა დაუშვათ, ოჯახი მინდა შეექმნა, ან რაღაც, რა ვიცი, შეიძლება თქვენთან არ შეიძლებოდა. აი საჯარო გაშლაში ცოტა რთულია გარჩევა, მაგრამ მაინც ჩვენ შევეცდებით, ხო? იმიტომ რომ აქ ბევრი ფიქრია, აქ არის პაუზა. აქ ადამიანი სულ მაჩვენებს თქვენ რაღაცა სხვაობას. აი ეს არ ვიცი და, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეს სხვაობა იყო თქვენ სიტუაციაში, ხო? მაინც აქ აჩვენებს ადამიანი, რომ ჩვენ კარგად ვიყავით. არ აქვს მნიშვნელობა რა სხვაობაა. ასაკი, ქვეყანა, ენა, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აი ძალიან კი ვიყავით. მე სხვანაირად ვფიქრობდი, ის ბევრად სხვანაირად უყურებდა სიტუაციებს, ხო? აი ხა არის კი ჩვენთან ახლა ეს პაუზა, მაგრამ მე მაინც აი ამ დროს ეს სულ იმას ვფიქრობ, რა კარგად ვიყავი, რა კომფორტულად ვიყავი და თქვენი ტყუპად ძალიან მზრუნველიც იყავით და სხვათა შორის ამ ადამიანს, ხო, გვეცნობიერად უნდა რომ თქვენი ურთიერთობა მაინც მყარი იყოს. ეხლა მე კიდევ გავიმეორებ, რომ აქ არის კარმული თემა, იმიტომ რომ ეს კიდე იმასაც თვლის, რომ რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც მე მინდა რომ ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ ძალიან დიდ დანაკლის განიცდის ეგრო, ეხლა ეს რაც იყო თქვენ შორის ძალიან მაგას მოაკლდა. და მაგრამ აი საინტერესო ეგ არის, რომ ეს ელოდება რაღაცნაირად თქვენგან ბიძგს. მე ეხლა თქვენ ნამდვილად არ გიბიძგებ იმისკენ, რომ თქვენ ახლა გაიქცეთ, მიწეროთ რამე და არიქა და შენ შემოგევლე როგორ ახარ, იმიტომ რომ მაინც ეს სიტუაცია რადგან არის აი ესეთი ტრანსფორმაციული, ესე იგი მასში რაღაცა უნდა მოხდეს, რომ მან უნდა მიხვდეს თვითონ და უნდა გაიაროს ეს პერიოდი არასერიოზულობის. ეს კი მწიფდება იმისკენ, რომ ნამდვილად აი ეს ნაკლებობა როცა არის, აი მაგ დანაკლისში ჩვენ ვიზრდებით და ხვდებით ნამდვილად მე ხა ეს ადამიანი მჭირდება თუ არ მჭირდება. და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ის ზანგია სიტყვაზე და მე თქვათ ახლა აზიატი ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, ან თქვათ ის არის კათოლიკი და მე თქვათ ახლა ვარ მართლმადიდებელი. არა აქვს მნიშვნელობა რა, ან ესე რა ქვია, ან ასაკი, ან რაღაცა სიტუაციები, ხო, ან ფინანსური რაღაცა თემები. აი სხვაობები, ხო? აქ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მე ეს ხალი მინდა, ან მე ეს კაცი მინდა, ანუ ეს მომენტები გვეძლევა ჩვენ, აი ეს ზუსტად ეს პერიოდები იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, მიხვდეთ, რომ ნამდვილად მე მჭირდება ეს როგორც ადამიანი. მისი სული მე მჭირდება, მე როგორ ვგრძნობ თავს ამ ადამიანთან, მე რას განვიცდი მაგ ადამიანთან, ხო? შეიძლება ახლა დაუშვათ ახლა მილიონერს გაყვეთ და სხვათა შორის ეს ძალიან ესეთი მომენტია,
რომ კი არიან წყვილები, სადაც ახლა ნამდვილად კარგი ურთიერთობები და ყველაფერი, მაგრამ იქაც არ არის სულ ყველაფერი ისე ვარდისფერებში, როგორც დაუშვათ წარმოიდგენს ის, ვისაც თქვათ ეს ურთიერთობა, არასოდეს არ ქონია, ან არც გაგიგიათ, უბრალოდ გონიათ, რომ ბევრი ფული იქნება და შენზე დახარჯებს ამ ფულს. ეს არის სისულელე. даже უფრო მეტი პრობლემები იწყება იქ იმ წყვილებში, რო იცოდეთ, ახლა ყველას რა თქმა უნდა, არა, მაგრამ არის ეგეთი მომენტი. ამიტომ მარტო ის რომ ვეოცნებო რომ მილიონერი მყავდეს, ეს არის სისულელე. შეიძლება ადამიანს შენ ნაკლები შემოსავალეც ქონდეს, მაგრამ იმასთან ისეთი გრძნობა ქონდა და ისეთი даже გრძნობა კი არა, ანუ მდგომარეობა შინაგანი ისეთი ქონდეს იმ ადამიანთან, რომ ვერანაირი ფული ვერაფერი ვერ შეცვლის მაგას და იმ მატერიალურს რაღაცის ახლა პრინციპში ხა ისედაც თუ მყავდები, რატომაც არა, იმიტომ რომ აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სულიერი ერთმანეთთან კავშირი. იმას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერაფერი. და ეს არის ყველაზე ძვირფასი. მოდით ახლა ვნახოთ მაშინ მისი ქმედება, რას მოიმოქმედებს და ახლა ვინც ახლა უყურებს ხო ამ გაშლას, შეიძლება თქვენ დაუშვათ ელოდებით, აი 14 თებერვალი მოდის ხო, ვალენტინოვის დღე, სიყვარულის დღე. ვნახოთ ახლა ჩვენ, აი რა ქმედება იქნება და მე ისიც ვკითხოთ თუ დაუშვათ გამოჩნდება მაგ პერიოდისთვის ან რას ფიქრობთ შეიძლება რომ აქ ახლა მე ვერ ვეთქვი გოგოებო რომ თქვენ ახლა ხართ სხვადასხვა ოთახებში და ზიხართ ჩუმად შეიძლება ერთ ქალაქში იყოთ მაგრამ რაღაც ვერ ხვდები შეიძლება პატარა პროცენტისთვის იყოს ის მომენტი თქვა დაქალთან წახვედით დედასთან გადახვედით თქვა ან რაღაცა ეგეთი მომენტი და ერთმანეთს უყურებს და ფიქრობთ რომ აი ამასაც უნდა რომ ესე რა ქვია გითვალთვალებს ხო ენატრები კი ბატონო მაგრამ ორივენი ერთმანეთს უყურებთ მაგრამ არანაირი აქმედება არ არის ის რატომღაც ელოდება თქვენგან რაღაცას გაიგეთ ვნახოთ თვითონ რას იზავს აბა იქნება თუ არა ეს ჩვენ რადგან ახლა ვიღებთ აი კიდევაც აქ მოდით ასე გავაკეთოთ ვინც შემდეგში ნახავს ხო დაუშვათ ამ გააშლას იმისთვის იყოს თავის თქვა დაბადების დღეს მოგილოცოს თუ არა ან რაღაცა მნიშვნელოვანი თარიღს რომელიც არის თქვენთვის ხო ვინც ეხლა უყურებს თქვა ამ დღეებში თებერვალში ხო აი ეხლა თქვენთვის იქნება ინფორმაცია რომ აი თქვა ეხლა ვალენტინობის დღეს მოგილოცოს თუ არა მოდით ასე გავაკეთოთ ჩვენ ეხლა ხო ქმედება მისი აი ამ პერიოდში რა იქნება აქ არის როგორი შინაგანი კონფლიქტი ამ ადამიანში, იცით? იცით რატო? იმიტომ რომ მაგას უნდა სხვათა შორის აქ ეს სურვილი, მაგრამ ეშინია. მან არ იცის თქვენი რეაქცია როგორი იქნება. გაიგეთ? იმიტომ რომ შეიძლება ის კონფლიქტი, რომელიც მოხდა თქვენ შორის, კიდე მაგას აქ რაღაცა გულში აქვს რა. რა ეს სიტუაცია შეიძლება თქვენი საუბარი მაშინდელი და ამიტომ ახლა პრინციპში განიცდის უნდა ნამდვილად უნდა მაგრამ აი მაჩვენებენ ჯერ რომ განცდებში არის მაგრამ იზავ შენ რამე ეს ახლა მიულოცავ გოგოს გოგო თქვენ ძალიან დააშინეთ ეს ადამიანი გეფიცებით რა აი ძალიან დააშინეთ ისევ მაჩვენებს იმდენად ცივ ენერგიებში არის ეს ჩემი გოგო იმდენად ცივ εντყობა ძალიან გითხარით აქ ხა ეს ადამიანი ძალიან კარგად ხვდება რომ რაღაცა ისეთი გააკეთა ანუ არ მოგაქციათ ყურადღება არ მოგისმინათ ანუ რასაც თქვენ ეუბნებოდეთ აი ერთ ყურში უშვებდა მეორე გამოუშვებდა ხო ანუ ბევრი რაღაცა არის ისეთი დაგროვილი წარსულში ხო ეთყობა თქვენს იმიტომაც წახვედით რა აქ რაღაცა მაგის გამო იყო და ეხლა ფიქრობს რომ რა აზრი აქვს რომ გაუხარდება რომ მე მაგას ეხლა მივწერო და უშუალოდ უნდა ვაფშე რამე ან მე ვაფშე მჭირდები მაგას ანუ ეს არის როგორი უკვე მამაკაცის საკაკო ეგო მუშაობს რომ ნამდვილად ეხლა ეს საჭიროა თუ არა ეს ვაფშე საერთოდ რა არის ეხლა ხო ანუ შიში აქ ეს შიში აი ზუსტ ეს ეგოსთან მუშაობს თამაში რა რო იტყვიან რომ მე რო ხა მაგას შეიძლება ვაფშე არც მიაქცევს ყურადღება ანუ სულელის როლში არ უნდა რომ იყოს მე უზომოდ ეშინია
უზომოდ ეშინია ამ ადამიანს გამოჩენას რა. იმიტომ ხო როგორც გითხარით, ეგო ისე იმას მაჩვენებს. მე რო დაუშვათ რამე ქმედება გავაკეთო, ხო? მას გაუხარდება, მიმიღებს. აი ეს არის მისი პანიკური შიში, პანიკა აქვს ადამიანს, რომ აი ამაზე ფიქრობს სულ. მე რო დაუშვათ მისკენ რამე გამოვხატო, ის რას იზავს? გამიგეთ, შეიძლება ის უკვე ცხოვრობს თავისი ცხოვრების ბედნიერად, კარგად და ნამდვილად არც მელოდება. ნუ ვკითხოთ აბა თუ გადალახავს, ხო, ამ შიშს. გოგოებო, აქ რას მეუბნება კიდე? მე კიდე შემიძლია მივწერო. იგივეს მეუბნება, მაგრამ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ეს მისი წასვლაც ეთყობა ისეთი უაზრო იყო, რომ ეხლა აი სულ ეს უტრიალებს, რომ აი ეს ეშინია მაგას, ამა ძალიან ეშინია. მოდით ასე ვთქვათ, თუ დაუშვათ, ახლა ბიჭები მიყურებენ, ხო? და თქვენი სიტუაცია იცანით. მოდით თქვენთვის პასუხსაც დავწერ, გითხოთ. ანუ გაუხარდება თუ არა თქვენს გოგოს, რომ თქვენ მიულოცოთ თქვა სიყვარულის დღე. აქ როგორი მომენტი არის, იცით? იმის მიუხედავად, რომ არის ძალიან ნაწყენი, პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ ელოდება თქვენს სარს. ელოდება და ძალიან გაუხარდება. იმიტომ რომ თვითონაც არის ესეთ მდგომარეობაში, იმასაც ეგრე გონია, რომ ყველაფერი, ანუ იმიტომ რომ თქვენზე შეიძლება ინფორმაცია არ აქვს, ხო? ან არ იცის რაღაცა და ამიტომ კი შეიძლება თავს გაჩვენებს, რომ თქვათ, არა და არ მაინტერესებს, მაგრამ ელოდებათ და ნამდვილად ნახეთ გოგო ზის როგორ ესე მასთან ინტერნეტში, ხო, კომპიუტერთან და ელოდება, ხო? ნამდვილად ეს მოლოდინი, კი, მაგას, იმიტომ რომ თქვენ მართლა მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, ხო? იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი მოხდა, ეს ნამდვილად ეხლა აი როგორ გითხრათ, იცით, მაინც თქვენ გელოდებათ. და ანუ საბოლოოდ მაშინ მოდით კიდე ვკითხოთ, აბა თუ გაბედავს, ხო? გოგოებო, იცით აქ როგორი სიტუაცია არის? მოდით ასე გეტყვით მე თქვენ. თუ ამ ადამიანმა გადალახა ეგ სიტუაცია, ხო? იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს რაღაცა ცოტა შეიძლება თქვა, აი, ნუ სამსახური რაღაცა მუშაობა და რამე, იცით რა არის, შეიძლება გაბედოს. აი, მოდი ასე თქვა, 50-50-ზე. ზოგი გამოჩნდება ცოტა მერე, ცოტა მოგვიანებით, ხო? აი ამ თქვათ 14-ის მერე თქვათ, ხო, დაუშვათ. მაგრამ ზოგის აქ იქნება როგორი უფრო ძირითადად როგორი სიტუაცია. მან უნდა გადალახოს ეგ სიტუაცია, რომელიც ეხლა თქვენ შორის ხდება. პლუს მე თქვენ გაჩვენეთ, აქ ადამიანს აქ ძალიან ბევრი შიში. ანუ არ იცის ამ ადამიანმა, რომ თქვა დაუშვათ ეხლა და მოდით ვკითხოთ, მე ახლა ვიცი რომ ეს არა, მაგრამ მაინც ვკითხოთ აროს რას გვეტყვის ჩვენ. აი არის თუ არა საჭირო რომ თქვა გოგომ რამენაირად ანიშნოს, რომ თქვა დაუშვათ ელოდება ამ მოლოცვას. არა. არავითარ შემთხვევაში, არა. აქ უბრალოდ აქ კიდე ისე მემითხრეს, რომ უნდა გაიაროს თვითონ ეს ტრანსფორმაცია, არა. თვითონ ამ ადამიანმა უნდა გაიაროს ეს ტრანსფორმაცია, თვითონ ამ ადამიანმა უნდა მიხვდეს, რომ ნამდვილად, ნუ აქ რაღაცა სერიოზული ტრანსფორმაციული თემა არის რა და ამიტომ აქ ეს ბიჭისთვის არის აუცილებლად თქვენ რაც უნდა გეთქვათ, თქვენ უკვე მაგას ყველაფერი უთხარით. აქაც იგივე მაჩვენეს, რომ თქვენ ბევრ რამეს ეუბნებოდეთ, თქვენ ბევრ რაღაცას ცდილობდით, რომ
გეთქვათ, თქვენ ახლა ნამდვილად უკვე რაც შეგეძლოთ, თქვენ ყველანაირად ყველაფერი უთხარით ამ ადამიანს და შეიძლება დიდი ხანიც ელაპარაკებოდეთ, თქვათ, ხო? ამიტომ გვეუბნებიან, რომ არა. აქ არ ღირს, არაფერი თქვენ არ უნდა იმოქმედოთ, მან თვითონ უნდა რამე გააკეთოს. არა. აქ ნახეთ, სიტუაცია არის, რომ არავითარ შემთხვევაში არა. ადამიანი გადის რაღაცა თავის კარმულ გაკვეთილს. ეს ადამიანი თვითონ მოხდა იმ ახალში, რომელიცაც ახლა ნახეთ ახლა საერთოდ არის როგორი სიტუაციები, როცა ახლა მე ბევრჯერ მაგ ნათქვამი და ვიტყვი კიდევაც, რომ მე ვარ კარმული ტარო-ფსიქოლოგი და ამიტომ გეუბნებით, რომ არის სიტუაციები, ჩვენ ერთმანეთისთვის არა ვართ ყველა უბრალო ადამიანები, ხო? და არის სიტუაციები, სადაც დაუშვათ ჯერ გოგო გადის რაღაცას, მე ბიჭი გადის, მე წყვილი განიცდის რაღაც მომენტებს, ხო? იყო ეთყობა პერიოდი, როცა დაუშვათ თქვენ ადამიანს ბევრ რამეს ეუბნებოდ, ცდილობდით, ახლა კარგად გამოდიოდეთ, ცუდად გამოდიოდეთ, ყოველ შემთხვევაში თქვენ ცდილობდით. მაგრამ შეიძლება ამ ადამიანმა უბრალოდ ვერ მიიღო ეს ყველაფერი. ამისათვის, რომ ადამიანმა, მაგრამ მისი ტყუილა ხო არა ხარ თქვენ მის ცხოვრებაში, ხო? მასშიც ხო რაღაცა უნდა შეიცვალოს რა. და ამიტომ ეხლა აქ ვიკეთებენ აი ესე ძალიან გრძელ პაუზებს ზოგჯერ, ხო? იმიტომ რომ ყველა ხო არ არის, თქვათ, ეხლა ჩქარა ზოგმა დაუშვათ, ეხლა ვინც სულ ტრანსფორმაციებში არის, ის ადამიანები всё მივხვდი რა რაღაცა უნდა შევცვალო, მოდი რა შევცვალო და თან ვიცი რომ ეხლა თუ არ შევცვლი, რაღაცა კიდე უფრო გართულდება დაუშვათ და ეს ადამიანი რაღაც თქვათ, ეხლა თავის თავზე მუშაობს, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? რაც ეხლა ბიჭებში ხდება ძალიან ეშვიათად, სამწუხაროდ, ხო? და ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა თუ ადამიანი მაგას ვერ ხვდება, მაგას უკვე სვავენ ცოტა მძიმ სიტუაციებში რა. სადაც აიძულებენ, რომ თქვათ, დაუშვათ ეხლა როცა პაუზა, ხო? იქ უფრო მეტად, აი აქაც ხო გვაჩვენა ჩვენ, რომ უფრო ხვდება, რომ თქვენ ხარ ძვირფასი, უფრო ხვდება, რომ თქვენს გარეშე განიცდის ძალიან დიდ დანაკლისს. უფრო ხვდება, რომ სხვა ქალები შეიძლება უკვე აღარ ახარებენ ისი, ანუ უკვე აი გემოს ვერ ვატყან, თქვა დაუშვოთ, ხო? და ანუ იქ უფრო გემრიელი იყო და ასე შემდეგ და ამის ფონზე ხვდება, რომ თუ დაუშვოთ მე ისევ მინდა ვიყო ამ ქალთან, ესე იგი რაღაცა უნდა შევცვალო, ხო? და აი ნამდვილად რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება, უფრო მეტხანს გრძელდება უკვე ეს ტრანსფორმაცია და რა თქმა უნდა ხდება ის ბევრჯერ სიტუაციები, რომ თქვა ადამიანის შეიძლება წლები გრძელდებოდეს, გოგო უკვე გათხოვდა, შვილები გააჩინა და ის მოვიდა განახლებული, იცი რა ძალიან მიყვარხარ და ძალიან მივხვდი რომ შენ რო დაკარგი ეს რა სისულელე გავაკეთე, ხო? შეიძლება даже ზოგი ოჯახსაც ქმნის და მე ბრუნდება რა. მაგრამ ეს უკვე უკვე სხვა ისტორია, ხო ხდებით რა. ზოგი შეიძლება თქვათ, ახლა უფრო მალეც გამოვა და თქვათ გამოჩნდება, მაგრამ ის რომ თქვენ აქ მაჩვენებენ, რაც კი შეგეძლოთ, თქვენ ყველაფერი უკვე ამ ადამიანს ასწავლეთ, თქვენ ყველაფერი უკვე ამ ადამიანს დაანახეთ და უთხარით და ეხლა თვითონ აქ თითქოს არის აი როგორც ბუმერანგს რო ეძახ, ეს კარმული ბუმერანგი. ანუ ბუმერანგი ამ შემთხვევაში ის არის, რომ მან უნდა ისწავლოს ეხლა, ანუ უკვე მისი თქვათ ჯერი მოვიდა, ხო? მაგრამ თქვენ ახლა უკვე თქვენი მხრიდან რომ რითი უნდა დაეხმაროთ, უკვე ვერაფრით ვერ დაეხმარებით, უბრალოდ ახლა თუ დაუშვათ თქვენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია, შეგიძლია თქვა დაელოდოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ახლა უნდა დაჭდეს და ფანჯარასთან დაიტიროთ, არა, თქვენი საქმეებით უნდა დაკავდეთ და რაც უფრო მეც ყურადღებას თქვენ თვითონ თქვენს თავს მიხედათ, ხო? და თქვენს თავზე რომ გადაერთვებით და არა მარტო ამაზე არ უნდა იფიქრო რა ამაზე, არ უნდა ატრიალოს სულ ამ თავში თქვათ, რომ დაუშვათ აი რა ვქნა, როგორ რა გავაკეთო, არა, ეს სიმძიმე უბრალოდ თქვენ არ გაძლევთ საშუალებას, რომ კიდე უფრო მეტი გქონდეთ თქვენ დაუშვათ, ხა ეს ფინანსებზეც მოქმედებს, ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, რო იცოდეთ თქვენ. იმიტომ რომ თქვენც ახლა აქ უნდა გადაერთოთ, ხო, სხვა რამეზე. და აქ ლოდინს და ფიქრს არა, აქ უბრალოდ გვეუბნებიან, რომ ნახე შენ საქმე რომელიც მოგწონს, ხო, შენი თავი დაკავდე, შენი განვითარებით ხარ, ხო, რა აკეთე ის, რაც არის საჭირო და რა იქნება.
და მაგ შემთხვევაში უფრო იქნება ძალიან დიდი ცვლილებები და მაგ შემთხვევაში უფრო მალე გამოჩნდება ადამიანი. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ რო ენერგია სულ რო იქით აქცევთ, ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ ნახეთ, ადამიანმა უნდა მიხვდეს თქვენი დანაკლისი. რო უნდა აი ჩვენ როცა ადამიანზე სულ ვფიქრობთ, ჩვენ ახლა მაგას ვყვებავთ მაინც, ხო? მანძილზე. და მაგ შემთხვევაში ხდება როგორი მომენტი, რომ ახლა ის ადამიანი ვერ ხვდება იმას, რომ თქვენ მის გვერდით არ ახართ. ის ხვდება იმას, რომ თქვენ აქ სადღაც ხართ და ეს ისე რომ თქვათ, რომ გადაგეთარგმნოთ რა. ხო და იმას გონია, რომ თქვენ აქ სადღაც ხართ მის გვერდით და ამიტომ დანაკლისს ვერ გაინცდის, მიხვდეთ? და კარგად გრძნობს თავს, მაგრამ იმისათვის ეს ცვლილებები დაიწყოს, თქვენ უნდა გადააერთოთ სხვა თემაზე, იმ სხვა თემაზე რომ გადააერთებთ, მე არ ვიცი სხვა პარტნიორზე, თქვენ სხვა პარტნიორზე თუ აქტუალური. ანუ სხვა ადამიანზე, თუნდაც ფლირტ დავწყოთ, რომ ძალიან კარგად გრძნობენ მაგ დროს, რომ რა ვიღაცის რაღაც ჩაერია ენერგია, ხო? მაგრამ თქვა დავუშვათ თქვენ საქმიანობაში, ხო? იმ საქმეში, რომელიც თქვენთვის სასიამოვნო, რომელიც თქვენ მოგწონთ, ხო? აი მაგ დროს უკვე იქ აკლდება ენერგია და უკვე ფიქრობ, სად არის რაღაცა ვერავარ კარგად, რაღაც ისე და ანუ რო გშივდება, ხო? ეძებს საჭმელს. ხო, სანამ როცა თქვათ იყავი კარგად, ახლა მიირთვი, ნამდვილად ახლა და მართლა დაკმაყოფილებული ხარ, შენ არ დაეწყებ. ხო, კიდე მოდით მომეცით რამე, არა, შევა რომ შემოგთავაზონ ახლა კაი რესტორანს, იტყვი რა არა, არ მინდა მეზარება, ახლა ჭამელობიო სიტყვაზე, ხო? მაგრამ დაუშვოთ ახლა აქაც იგივე სიტუაცია არის, უბრალოდ თქვენ რო უკვე იმას მაგარ როცა ხშია უკვე ეძებ, ხო? ისეც იქნება, რა ვიცი. ძველი პურის ნატეხიც კაი იქნება, მაგრამ ახლა ის მე არ ვიცი, ახლა თქვენ ძველი პურის ნატეხი ხართ კარგი. არა, უბრალოდ თქვენი ენერგია რომ მოაკლდება, აქ უკვე ადამიანი ბევრ რამეზე არის მზად. ანუ შემშილს იმიტომ ვადარებ თავს, იმიტომ რომ ადამიანს თქვა საჭმლის და წყლის გარეშე ძალიან გაუჭირდება. შეიძლება რაღაცა პერიოდი გაწელოს, მაგრამ მერე უკვე ადამიანი ეძებს, ხო? აი იგივე არის ეს ენერგიაც რა, რო თქვა, ახლა ენერგია რო აკლდება, ადამიანი მერე ეძებს ხერხს, რით შემიძლია, რა შემიძლია გავაკეთო, რომ დავიბრუნო ისევ ეს ენერგია, რომელიც მე მყვებავდა და იმიტომ არის ეს მომენტიც კიდე რომ გეუბნებით, რომ აი შენ ხარ მისი იმპერატრიცა, ან შენ ხარ მისი იმპერატორი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ხვდებით, კი არსებობენ სხვა, რომ გეუბნე, აი სხვები ხო არსებობენ, რას გადაეკიდე. იმიტომ რომ უშუალოდ ეს ადამიანი უნდა შეხვედრილი იყოს შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უშუალოდ ამ ადამიანთან შენ რაღაცა უნდა გაიარო და ამიტომ შეიძლება სხვის მიმართ არც გაქვს ინტერესი, მაგრამ თუ უფრო ადვილად გინდა გაიარო, უნდა გააკეთო ის, რაც მე წეღან თქვენ გირჩიეთ, თუ გინდათ გამოიყენეთ, მოსინჯით იქნება, მე დამიჯერებ და ითქვით, რომ კი, ნამდვილად ასე გავაკეთე და ადამიანიც დაბრუნდა და სულ განახლებულიც, სულთლად შეიძლება არა, მაგრამ რაღაცა ცვლილებებით დაგებრუნდებათ აუცილებლად.